Globალური ბიზნეს ამბებით გავაგზავნოთ და ჩინეთიდან პირველი ამბავი, რომელიც უკავშირდება ტექნოლოგიურ გიგანტს Alibaba-ს, მან ახალი ხელოვნური ინტელექტის ჩიპი Zhenwu M890 წარადგინა. არ თქვა ვიზახტი სახელიო, მაგრამ აი ესე, კარგად ამოიგითხეს. Zhenwu ასე ქვია ახალ ჩიპს. არსებული ინფორმაციით დასახელებული პროდუქტი კომპანია Nvidia-სთვის, ასე ვთქვათ, კონკურენციის გაწევას ისახავს მიზნად, როგორც იცით, ჩინეთისთვის არ არის Nvidia-ს ჩიპები, ხელმისაწვდომი ის ჩიპები, რომელიც ამერიკის შეერთებული ჩიპები პრინციპში. არც სხვა ამერიკული, მაგრამ რაღაც დაბალი წარმადობის ჩიპები ხელმისაწვდომია. ამერიკელებსაც რა უნდა ეგეთი ჩიპები კი? ხო, რომ სადმე ხო უნდა გასახდეს, შესაბამისად ჩინეთში მიდის. შემდეგ ჩინელები ამ ჩიპებზე მუშაობენ და ქმნიან სხვა ჩიპებს, რომელიც კონკურენციაში შევა Nvidia-სთან. Alibaba შვილობილი ნახევარგამტარული საწარმო T-Head-ის მიერ შექმნილი ახალი ნაწარმი წინამორბედ მოდელთან შედარებით სამჯერ მაღალ ეფექტურობას უზრუნველყოფს. ახალი პროცესორი შეიქმნა სპეციალურად იმ პროგრამული სისტემებისთვის, რომლებიც ადამიანის მინიმალური ზედამხედველობით კომპლექსურ და ასე ვთქვათ, მრავალ საფეხურიან ამოცანებს ასრულებენ. ამასთან ახალი ჩიპები ეფექტურად უმკლავდებიან მეხსიერების და კომუნიკაციის დიდ მოთხოვნებს, რომლებიც რეალურ დროში მოდელების კოორდინაციას საჭიროებენ. როგორც ირკვევა, როგორც აღნიშნეთ, ეს ინოვაცია მიზნად ისახავს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონკურენციას, გამძაფრებას ამ კონკურენციის და სხვათა შორის ამ პროცესში ჩართული არის კიდევ ერთი გიგანტი Huawei-ც, რომელიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და სავარაუდოა, რომ ისიც უახლოეს პერიოდში გააკეთებს პრეზენტაციას და შექმნის Alibaba-ზე უკეთეს ჩიპს სავარაუდოდ. ხო, უკვე ხუთი დიდი მოთამაშეა პრინციპში ჩინეთის ბაზარზე, რომლებიც ჩიპებს აწარმოებენ და ცდილობენ Nvidia-სთვის კონკურენციის გაწევას. კარგია ეს, რა თქმა უნდა, რაც მეტი კონკურენტი იქნება, მით უკეთესი პროდუქტები შეიქმნება ბაზარზე და უკვე ჩვენ ჩინეთიდან გადავიდეთ მეზობელ სახელმწიფოში. Zhenwu, არ დაგვაუწყდა. Zhenwu 890. 890. M890. ჩვენ მაგის ყიდველები არა ვართ, არაფერში არ გამოგვადგება, მაგრამ ჩინელებს გამოგვადგება. უნდა ვიცოდეთ. ჩინეთიდან მეზობელ ქვეყანაში გადავიდეთ ინდოეთში და ინდოეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანზე უნდა ვისაუბროთ, რამდენი ხანი არ მომიკითხავს Gautam Adani, რომელსაც ქორწილის მერე აი Gautam Adani არ მომიკითხავს რამდენი ხანია და ისეთი კარგი სიახლე აქვს, რომ უნდა შევეხოთ აუცილებლად მას ახლა თაღლითობის ბრალდებით მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება ამერიკაში და ისეთი თაღლითობაა ეს მას უყვარს ზოგადად ასეთი თაღლითობები, არაერთი ბრალდება აქვს და არაერთი ჯარიმაც გადაუხდია ასეთი ტიპის თაღლითობებისთვის და ეს იყო დაკავშირებული ადგილობრივი კანონმდებლების და პოლიტიკოსების მოსყიდვასთან ინდოეთში 265 მილიონი $, კორუფციული გარიგება უნდა განეხორციელებინა მას. აქ არავინ არ ვერჩით ბატონ ადანინს ამ საქმეში, ამაში საუკეთესოა ის დედამიწაზე. ყველაზე გამოძიების გარეშე გეტყვი რომ ეგრე იქნება. გამოძიების გარეშე ვიცით რომ ასეა. რადგანაც Gautam Adanis აქვს ისტორიაში ყველაზე დიდი ტენდერი მოგებული 30 მილიარდიანი და ეგ როგორ მოიგო, მაგის დეტალებს თუ ჩაეძიებით, ნახავთ როგორ უყვარს ამ ადამიანს ეს კორუფცია და როგორ კარგად გამოსდის მას ეს, მაგრამ ეს არ არის პრობლემის თავიდაბოლო. პრობლემა აქ ის იყო, რომ ამ პროექტში ჩართული ყავდა მას ამერიკელი ინვესტორები და როგორც ჩანს ამერიკელი ინვესტორებსაც ატყუებდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ მტკიცდება ასე, რადგანაც იუსტიციის დეპარტამენტმა ეს მყისიერად შეწყვიტა გამოძიება დააგდეს ეს საქმე და თქვეს რომ Gautam Adani არის პატიოსანი კაცი და თავი დავანებოთ მასო. მაგრამ ამას წინ უძღოდა ერთი უცნაური მოვლენა. კერძოდ ის რომ მან თავის პირადი მთავარ ადვოკატად დანიშნა რობერტ ჯიუფრა, რომელიც ამავდროულად არის ტრამპის მთავარი ადვოკატი და ჯიუფრამ ურჩია ადანის ძალიან საინტერესო რამ. ის რომ მას ამერიკაში უნდა განახორციელებინა 10 მილიარდი $-ის ინვესტიცია სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურაში. როგორც კი მან ეს ინვესტიცია დაანონსა და გაასაჯაროვა, ერთი კვირის თავზე შეწყდა ეს გამოძიებაც და ისიც გააცნობიერეს ამერიკაში, რომ ეს კაცი თურმე არ ყოფილა გარეული არანაირი ტიპის თაღლითობაში. ვინ რა ითაღლითა? ეს ახლა თქვენ განსაზღვრეთ, მაგრამ საქმე ასე გამოიყურება, Gautam Adanis ქონება ამ ყველაფრის მონზე არის 108 მილიარდი $, და ის არის რიგით მე-17 ყველაზე მდიდარი ადამიანი პლანეტაზე, ხოლო ინდოეთში ის იკავებს მეორე ადგილს უკვე კარგა ხანია, აქ იმყოფება, ალბათ ვერავინ ვერ წაახტავს მას ამ მეორე ადგილს, რადგანაც როგორც გითხარით, მას აქვს ისტორიაში ყველაზე დიდი ტენდერები მოგებული. ინდოეთის ისტორიაში რა თქმა უნდა ის პირველ ადგილზეა, პლანეტის ისტორიაში პირველ ადგილზეა 31 მილიარდიანი ტენდერი მოიგო მან ერთ დროს, როგორ მოიგო
ბევრი რამე მარტივდება, როდესაც სამხელა ფინანსური რესურსი. ხო, მათ შორის, როდესაც პრემიერ-მინისტრ მოდის კამპანიას აფინანსებ უკვე 10 წელიწადია და ყველა საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო თუ სხვა ნებისმიერ სექტორში დებს არჩევნებში 10 მილიარდს ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი, ეგ არის საინტერესო. ალბათ ენერგეტიკა გამოსდის ადანის სხვადასხვა ყველაზე დიდი ქვანახშირი საწარმოობს პლანეტაზე, კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის მას. ძალიან საინტერესო ადამიანია. ადანის ალკე მიუძღათ რამე ის ადანის რეკორდები. კი, ადანის რეკორდები. რაშია დახელოვნებული ბატონი ადანი გარდა იმისა, რომ დიდი ფულადი დიდძალი ფულის პატრონია. მოკეთ ხელოვნური ინტელექტის სფეროზე გადავინახოთ და ვახსენოთ ცნობილი მკვლევარი OpenAI-ის თანადამფუძნებელი ეს ადამიანი და Tesla-ს ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი Andrei Karpathy და მან საქმიანობა გააგრძელა კომპანია Anthropic-ში. Anthropic-ი ზოგადად ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ძლიერდება, ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება ბაზარზე და თუმეტეს აი ამ ტიპის კადრების მოზიდვა კომპანიისთვის ალბათ ერთიორად მომგებიანი გახდება. კარპატი მუშაობას მიმდინარე კვირას დაიწყებს და უხელმძღვანელებს ახალ გუნდს, რომლის მიზანიც არის cloud გამოყენებით წინასწარი წვრთნის კვლევების დაჩქარება, რაც AI-ის საბაზისო ცოდნისა და საშუალებების შეძენაში დაეხმარება AI აგენტს. შესაბამისად, OpenAI-ის უფრო დიდი თავს ატკივარი გაუჩნდა კონკურენციის ნაწილში, რადგან Anthropic-ი ძალიან ძლიერ პოზიციებს იკავებს უკვე და ამ ტიპის გამოცდილი კადრის შეძენით, რა თქმა უნდა, მათი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Andrei Karpathy OpenAI ჯერ კიდევ 2017 წელს დატოვა, რის შემდეგაც Elon Musk-მა იგი Tesla-ში ავტოპილოტის კომპიუტერული ხედვის გუნდის ხელმძღვანელად გადაიყვანა. Musk-მა Karpathy OpenAI-დან იმ პერიოდში გადაიბირა, როდესაც თავად ორივე ტექნოლოგიური კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. Musk-ი იყო OpenAI-ში დირექტორთა საბჭოს წევრი. 38 მილიონის ინვესტიციაც აქვს ჩადებული და დავაც იყო მასთან დაკავშირებით, რომელიც არა Musk-ის გამარჯვებით დასრულდა. როგორც ირკვევა, Anthropic-ის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული კიდევ ერთი მაღალი პროფილის ტრანსეფცია, რაც OpenAI-სთან გამძაფრებულ კონკურენციასა და ნიჭიერი კადრების მოზიდვისთვის ბრძოლას უკავშირდება. ეს არის სწორედ Karpathy-ის გადაპირება და მიმდინარე თვეს კომპანია XAI-ის დამფუძნებელი და წევრი Tesla-s ყოფილი თანამშრომელი Ross Nordin-იც შეუერთდა ამ კომპანიას უკვე ხო და მოხვეტეს რაღაცნაირად კადრები, რომელიც ბაზარზე იყო ხა. ბევრი ესეთი გამოშვებული კადრი ნამდვილად არ არის ბაზარზე და იმედია ვიღაცას დატოვებენ, სავარაუდოდ კარგი ანაზღაურებასაც დაჰკიდებოდნენ. ეს კადრები არიღებენ ანაზღაურებებს $100,000, ისინი პირდაპირ 10 მილიონში იღებენ ამ ტიპის გარიგებებზე, როცა გვაქვს საუბარი. ეს ყველაფერი არის AI ბუმის ნაწილი და AI ბუმით რამდენიმე კომპანია ძალიან ხეირობს, ერთ-ერთი მათგანი არის სამხრეთ კორეული Samsung-ი, რომელსაც აქამდეც კარგად ჰქონდა საქმე, მაგრამ ახლა საერთოდ აყვავებულები არიან. მოგება გაათმაგებული ლამის და აქციების ღირებულება ბოლო ერთ წელიწადში არის გაზრდილი 400%-ით. მოკლედ ინვესტორები ზეიმობენ ესეთი კარგი დღე არასდროს მათ არ ქონიათ, როგორც ახლა აქვს, რადგანაც Samsung-ი არის ასული რეკორდზე $1,250 მილიარდს აღწევს უკვე მისი შეფასება და საერთოდ სხვა დონეზე არის გადასული ეს კომპანია, სწორედ AI ბუმის გამო. მაგრამ ინვესტორების ხეირის პარალელურად ძალიან ხმამაღლა ისმის თანამშრომლების უკმაყოფილება, ანუ იმ ადამიანების, რომლებიც ქმნიან Samsung-ს, აწარმოებენ იმ მოწყობილობებს, იმ პროცესორებს, იმ ჩიპებს, იმ მეხსიერების ბარათებს, ტელეფონებს, ტელევიზორებს თუ სარიცხეს მანქანებს, რომელთაც შემდეგ უკვე ეს კომპანია ყიდის და ამ მოგებასაც წერს და ეს ადამიანები ითხოვენ ძალიან გასაგებ რაღაცას. ანაზღაურების გაზრდას იმის შესაფამისად, რა ასე ვთქვათ, პროპორციითაც გაიზარდა კომპანიის მოგება. ძალიან მარტივად ითხოვენ რაღაცას. 47,000 ადამიანი იმუქრება გაფიცვით, ხუჩაბათიდან შევა ძალაში უკვე ეს გაფიცვა და Samsung-ის საწარმოო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაეცემა და პროფკავშირი იქამდე გააგრძელებს ამ პროცესს, სანამ უკვე მენეჯმენტი არ დაამტკიცებს ახალ ანაზღაურების პაკეტს. მოთხოვნას რაც შეეხება, საუბარი არის საოპერაციო მოგების 15%-ის ოდენობის ბონუსების გაცემაზე თანამშრომლებს. ძალიან ნორმალური შეთავაზებაა, ჩემი შეფასებით, იმ გადმოსახედიდან, რომ მათი მოგება არის გაათმაგებული. პირდაპირ და იმას, რომ 15% მოაკლდეს, ამით Samsung-ი წესით არ დაიღუპა. სამართლიანი. ხო, სამართლიანი რაღაც განაწილება გამოდის, თან ამ ადამიანებმა შექმნეს ეს Samsung-ი რაღაც ინვესტორებს არ დასიზმრებიათ ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება. ეს ადამიანები ქმნიან ყოველდღიურად ამ კომპანიას. თან აქ გასათვალისწინებელი ის არის, რომ SK Hynix-მა, რომელიც არის ასევე სამხრეთ კორეული Samsung-ის ერთ-ერთი კონკურენტი, 10%-იანი ბონუსები გასცა უკვე თანამშრომლებს და შესაბამისად, როდესაც კონკურენტი ასეთ ნაბიჯს დგას,
გამს იქვე შენს 15% მოითხოვო საკმაოდ სამართლიანად. ხო, კონკურენტი რომელიც შეედარებით მცირეა. მცირეა და არ არის Samsung-ის ზომა. შენ ხელ რესურსი არ აქვს. SK Hynix-ი მხოლოდ ჩიპებს აწარმოებს და Samsung-ი ჩიპების გარდა კიდევ 1000 ტექნიკას აწარმოებს და დედამიწაზე ყველა მიცის Samsung-ის სახელი. ამის ფონზე Samsung-ში ძალიან დაიძაბა უკვე მდგომარეობა, თანამშრომლები ამბობენ რომ ისინი პოტენციალურად საერთოდ შეწყვეტენ მუშაობას და Samsung-ს გააჩერებენ, თუ კი არ იქნება დათანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბათ მოუწევთ სხვა გზა არ არის აქ უკვე აქ იმხელა იმდენი მილიარდი შეკვეთებია შესაძლებელი ერთი კვირით გაჩერებაც კი იქნება პოტენციალურად 15%-ის ეკვივალენტი ზარალი. გარდა მაგისა საფონდო ბირჟებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება, იქ ვარდნა იქნება აქციების ფასის დავა დაიწყება სასამართლო და ეს არავის არ უნდა, რა თქმა უნდა, ასე მოგვარდება ეს. 15% არის მათი შეთავაზება, პროკავშირების შეთავაზება. ხო, გასაგებია იქ რაღაც პროცედურების მიხედვით ალბათ სავარაუდოდ ხვალ იქნება უკვე გაფიცვა და გვეწოდება ისიც რა პასუხი იქნება Samsung-ის ხელმძღვანელობას და შედგება თუ არა მოლაპარაკებები. ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ თანამშრომლების მხარეს, კი. და მათი მოთხოვნის მხარეს 15%-ით გაეზარდოს ანაზღაურება, ან გასცეს კომპანიამ ბონუსები, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის მათ.